დილამშვიდობისა, მოგესალმებით, გამარჯობათ. ნინო და მარინა შეკრებილან, გამოპრანჭულან, გალამაზებულან, ჩემი მეზობელი, ჩემი თვალის სინათლე, მარინა შელია. ნინო, ბატონო, სასწაულები ხდება დღეს. დღეს ხდება სასწაულები. შემოვიყუჟეთ ამ სასწავლო თახში, ჯერ აქ მთელი განწყობაა როგორი და ყველაზე ძალიან ამ განწყობას უხდება რა? კეცი, ცეცხლი და კეცის ხაჭაპური. ნინოს დავალებით დღეს ქვის კეთს გადავადგანთ. ერთი კაცია დარჩენილი ჩოხატაურში, სიხარულიძეა მგონი, ხო? კი ბატონო. რომელიც ნამდვილ კეთის ხაჭაპურს აწყობს. მარინასავით არავის არ გამოსდის თხელი, ნამდვილი იმერული ხაჭაპური. აგერ ნინო აკაფკაფებს უკვე მაწონს. მაწონი ეს მარინას ცომისთვის მარინას არის, ჩემი ცომისთვის არ არის. მარინა, შენ გითხარი, ახლა ეგ ცომი რა ამბავია და რა ხდება? სახელდახელო ცომი ესე ყველაზე სწრაფად აქ არის მაწონი, მარილი აუცილებლად უნდა კი და ბატონო. რა უნდა კიდევ? და სოდა. ცოტა ზეთი. სოდა? სოდაც აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ სოდა აფუებს ამას უცებ. აი სტუმარი უცებ რომ წამოგე. სოდა უნდა ბოლოს, აი რომ მოზილავ ისე ხელში უნდა ამოვიდეს და კი, მე ცომში. ცოტას ხო და თავარი ამბავი იმაში არის ის, რომ ის მაწვნის ცომი ინახება. შეგიძლიათ ემალის ქვაბით შედგათ მაცივარში და სტუმარი რომ მოგივათ, ერთი კვირა ინახება. ერთი კვირა ინახება. ინახება მშვენივრად, ერთი კვირას ვინ შეინახავს ხაჭაპურს, კაი ხაჭაპურს, მაგრამ 3 დღე მაინც ჩვენ ცეცხლი კეცი გადავაგდოთ. ამასობაში სანამ მარინა აკეთებს სახელდახელო ხაჭაპურს და თხელი ტაფა აქვს მომზადებული, ნახეთ როგორი თუჯის ტაფა, ნამდვილი ძველებური თხელი სახაჭაპურე ტაფა. ნინოს მოზელილია კეცის ხაჭაპურისთვის ცომი და თვითონ გეტყვით? კი ბატონო, გადამიდგი რა კეცი. გვაჩვენე რა გაქვს, რას გვიმალავ ახლა? არა, მე მაქვს მომზადებული კეცის ხაჭაპური, არის უფრო სქელი. ხო. და ცომიც არის მხოლოდ საფუარის. დროჟით მოზელილი ცომი. ცოტა აგზეთი, მეტი არაფერი. ანუ ეს არის ცომი, რომელსაც ზელდა ჩვენი ბებიები, რითიც ცხებოდა კეცის მაგრამ ხაჭაპური. ჩვენი ხაჭაპური აი ასე ამ სისქე იყო. მაქსეთი სქელი უნდა გამოვაცხო, ახლა მეც მე წინასწარ როიცოდეთ, მე არ ვთქვათ, უიმე როგორი სქელი ხაჭაპური. აი, მარინა აცხობს სიფრიფანა ხაჭაპურებს, თხელებს. იმე ასე 4 რო უნდა გადაკეცო და შეჭამო. ისეთ იქნება მარინასი და ჩემი იქნება. ნახე რა ფერი ცეცხლი მაქვს ნინო. რა ფერი ცეცხლი მაქვს გაგუზგუზებული ნახე. მიმიდგე ახლა მაგაზე მე ერთი ხო და მე? აი კეცი. იცი რა, კაი არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ზომის კეცი მაქვს. ხო, მე ზომის მიხედვით ვიხდები ცომი რამხელა ნახე, ამოვიდო. ეს გამონაწვავი თუ. გამოწვარი აქვს, ამას ვარ ხმარო, არ გამოგიცხია შენ ხაჭაპური ახლა. კი, მაგრამ აი ეს ჯობია მე მგონი, აი ეს უფრო გამომწვარია. აი ეგ ჯობია. ისე რა კაი კეცები გაქვს შენ, ყველა კარგია. ხალბატონები ეხლა მიიწევიან ცოტა რომ მაყურებელს კარგად ვაჩვენოთ კეცის გადადგმა, ეს იოლი ამბავი არაა. და თუ ხალი არაა ყოჩაღი და ღონიერი. ღონიერი იქით იყოს, ბებიაჩები სულ არ იყო ღონიერი, ამ ხელა იყო 1.20 მეტრი, სუ პატარა ხალი იყო, მაგრამ ნავარჯიშები იყო. იცოდა კარგად. კეცთან მუშაობა, სენტები იცოდა, იტყოდა ძალა რა, საჭირო სენტია. კი ბატონო. ნინო, ცოტა თუ გამომაჩენინებ კი ბატონო, ჩვენ ეხლა გავიწევი. კეთს გადავადგამ მე და აი კარგი წიფლი შეშა გვაქვს, ნახე რა ფერახურე და კარგად გადავადგამ ახლა კეთს. მაგას დრო ჭირდება. მე ცოტა წაგრილებაც უნდა. ია, ბარა. ხო, მე ჩვენ რაც ვახერხებ, კეცი ცოტა მიწიე კიდე რა. ცოტას მივწევ და მე გამოვაკოტრიალებ. მე გამოვაკოტრიალებ. იყოს ახლა ასე და მე გავასწორებ. აჰა, всё, კაია. ცოტა გულსაც გამოუღებ და გული მე წაგრილებულის მე. ხო. კაი, ამიტომ მარი მე შეხელს სანამ კეთსი გახურებულა ამასობაში აფის ხაჭაპურები. აფის ხაჭაპური მარინამ უკვე ჩაყარა ფქვილი მოასწრო მაწონში. იმ მაწვნიან ფქვილში მეტი არაფერი არ უნდა, წყალი უნდა. იმიტომ გამოდის ისეთი თხელი და ძალიან და გეძლიერა. სოდა. სოდა. და მარინა. აი, ეხლა რიგი დადგა ხაჭაპურის ცხობელების 1, 2. რატომ არა? რა გაჭირება? მარტ ეს კარგად არიც არა მოსულა, ხედა? კი, არა ეთყობა დრო უნდა ამას კიდე. აგერ მე შენ მოგცემ ახლა გასაფრტყელებელს. ეს ჯერ მარინას მივაშველობ და მე. კეცი რო გადმოვიღებ და წავაგრილებ, მე ეხლა მე კეცის გადმოდგმამდე აქ საჭირო არა ვარ, ისეთი ორი ყოჩაღი ხალია სამზარეულოში, ჩემი ადგილი აქ აღარ გურული არის. და მეგრელი. კი ბატონო, მე ზედმეტი ვარ, ხალებს უტოვებ ასპარეს, მე კეცის გადმოდგმის დრო რომ დადგება, მაშინ მივეშველები, ნიჩაპს მოვიტან და მოვა. ისე წესი ჩვენ არ დავიჭირეთ თადარიგი, თორე დღეს შეიძლებოდა გებჟალია, იმიტომ რომ ძალიან ამასთან ერთად გაეკეთებია, ახლა მარინა ყავს მოხელთებული. მოხელთებული არ ყავს, მეზობელია და როცა ვთხოვ არ გვეტყვის უარს არასდროს. კარგი ჩემო ბატონო. მისი შვილები ჩვენთან მეგობრობენ, ჩვენ კარგი მეზობლები ვართ. დიახ. მარინა ზრუნავს ჩემს კვებაზე ძალიან. ისეთი გემრიელობები იცის? ცხარე ხო არა მეგრული.
სხვათა შორის მარინა მოშინაურებული, მოქალაქელებული მეგრელია. აჰა. მარინა ძალიან ლამაზია და მისი მამამთილი მეგრელი იყო და ამაყობდა მისი სილამაზით და სიყოჩაღით. ძალიან უყვარდა მის მამამთილს. მე მეზობლებისგან ვიცი ეს ამბავი. მეზობლები მიყვებიან, როგორი შენი მამამთილზე მიყვებიან მარინა. უხაროდაო მარინა რომ იყო მისი რძალი. ეგრე იყო? კი. ეგრე იყო. მეგრულად ელაპარაკებოდი? სამწუხაროდ არა, იმიტომ რომ მამამთილი შორიდან მივიდა. მართლა? კი. რატო? შორიდან იცოდა რომ ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მე და ჩემი მეუღლეს და ჩემი მამამთილი იყო ძალიან მონდომებული. და გახარებული. ძალიან. და მაგისი მეთაურობით მოხდა. შეწყვილდით. ისე ზურა იცი, შეიძლება დიასახლის იყოს ძალიან კარგი და კარგ საჭმელებს აკეთებს, მაგრამ ცომიანები არ ეხერხებოდეს. აი ადამიანმა ცომი რო იცის და ხელით გძნობს, ცომის სისქეს რას რამდენი ჭირდება ყველი როგორია, ესეც კიდე ცალკე ამბავია. რამდენი ამბავი, მე არ ვიცი, მარინას ხელიდან გამოუსვლელი არაფერი. ისე გემრიელად, ისე გულიანად. კი, აბა ნახე შეხედე როგორი ჯერ საყურებლად რომ ღირს ისეთია. მე ზოგჯერ ფანჯარაში შევიხედავ და უყურებ როგორ მუშაობს. ისეთი გემრიელი კეთება იცის. ძალიან და კარგი. ზომიერი, ეგ არის კიდე მთავარი მე რომ მკითხო მეგრულ სამზარეულოში. იქ ცოტა ჩემთვის არის ზომიერება ცოტა სიცხარისკენ, მაგას გულისხმობ. მარინა მიცის ეს უსაშველოდ კარგად. არც იქით, არც აქით. რამდენი ხანი გიკიცინებ თავს და არ შეიმჩნია. რა არ შემიშლე გადარეული ვარ. ერთხელ მოვდიოდი, არ მავიწყდება ის კადრი. ერთხელ მოვდიოდი სტამბულის აეროპორტში, მქონდა გადაჯდომა. გერმანიდან მოვფრინავდი და როგორი კადრი იყო, იცი? დიდი ახალ აეროპორტში. დიდი უშველებელი დარბაზია, უშველებელი. ამ დიდ დარბაზში იდგა რამხელა გროვა, იცი? ფერადი ბარდნების. ხო. ასე მოკონილი რაღაცა მოქონდა საქონელი იქიდან, სტამბულიდან, თვითფრინავზე. და ამ ბარდნებზე იჯდა ამფერი ქალები. ასე კონდათ მარტო მე მგონი უზბეკეთის რეისი იყო. ან მაშინ ფლავის კეთების დროს უნდა გამეკეთე. ან ტაშკენტის, ან ბუხარას, ან სამარყანდის რეისი იყო, რომელიღაცა ამ სამიდან და ამ ბარდნებზე იჯდა ფერად კაბებში, ატლასის კაბებში ჩაცმული ქალები და ყველას ქონდა ასე კოკოში. მე და მარინა დღეს ნახე რა საყვალა თავად. შესაფერისად. დები ვითხარ, დები ვითხარ. მეგრელები და გულები მოსდები. ვითომ შენი ნაბოლარა და. ხო, რატომაც არა. დროებით მე წავედი. მარინა ისე ხოვურებენ ხოლმე ყველში სულგუს თუ არა? კი, როგორ არ და ურევენ? უფრო ის გამოდის, უფრო წელვადი წელვადინისაც გამოდის, უყვარს, მაგრამ ეს უფრო გემრიელია მაგრამ ჩემი აზრით. ხაჭაპურში ძირითადად უნდა იყოს ახალი ყველი, ხო, 2-3 დღის. ახალი ყველი, კი. მოფუშფუშებული. აი, მოფუშფუშებული ყველი. კი, ბატონო. აი, დღეს ჩვენ ასეთი ყველი გვაქვს ნამდვილად და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხაჭაპურიც იქნება გემრიელი. ნამდვილად. აი, ბატონო. აი ეს, მარინა, ჯერ მე შენ დაგელოდები, დაიწყე და ამასობაში მე კეთსაც გავამზადებ, ზურა შემოვა, გადმომიდგამს კეთს და მე აი, ამიტომ დაგითბობ მე შენ ახლა ასპარეზს. კი, ბატონო.